ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება, შიმშილობს 7 ადამიანი, რომელთაგანაც 3 პირი აქვს ამოკერილი. შიმშილობენ ტარიელ მიქაცაძე, სიმონ მიქაცაძე, ჯანო ლაბაძე, მერაბ საღინაძე ციხიდან. პირი აქვთ ამოკერილი მირზა ლოლაძეს, გოგა აბესაძესა და შავლე გოგსაძეს. დღეს პროტესტის 124 და შიმშილობის მე-13 დღეა. შიმშილობა და პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ პირში სული გვექნება. პროტესტის მთავარი მიზეზი და ერთადერთი მოთხოვნაა ჩვენი უსამართლოდ დაკავებული 4 თანამებრძოლის გათავისუფლება. ასე ხდება, როდესაც უსამართლობას ვერ სჯაბნი, იძულებული ხარ საკუთარი ჯანმრთელობით გარისკო. შეგახსენებთ, რომ მოშიმშილეები უარს აცხადებენ სასწრაფო დახმარების გამოძახებაზე და თავიანთი ჯანმრთელობის მონიტორინგზე. თავისუფლება და სოლიდარობა ბიჭებს, წერს მაღაროელი სოციალურ ქსელში. მაღაროელებმა შიმშილობა მას შემდეგ განაახლეს, რაც პირობა, რომელიც დაკავებულების გათავისუფლების შესახებ მიიღეს, არ შესრულდა. 12 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულ 4 მაღაროელს მერაბ სარალიძეს, არჩილ ჭუმბურიძეს, გიორგი ნეფარიძესა და თენგიზ გველესიანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა გირაოთი არ შეუცვალა და მათი წინასწარი პატიმრობა ძალაში დატოვა. 4 მაღაროელი 2025 წლის 28 აპრილს ჭიათურის პროტესტის მონაწილეებსა და შუქრუთის მაღაროს დირექტორს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ დააკავეს. პირის მიერ ხულიგნობის, დაუმორჩილებლობის, თანამდებობის პირის შეურაცხყოფის, ასევე მანიფესტაციის წესის დარღვევის ხელმეორედ ჩადენა, ვისაც პირველ ჯერზე ჯარიმა არ გადაუხდია, ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს. ყველას, ვინც უკანონოდ ჩათვლის და არ გადაიხდის პოლიციელის დაუმორჩილებლობის ან თანამდებობის პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო გამოწერილ ჯარიმას, ციხეში მინიმუმ 30 დღით გაუშვებენ. დოკუმენტის თანახმად გზის გადაკეტვის გამო შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განმეორებით გამოწერის შემთხვევაშიც სანქცია პატიმრობა იქნება. ადმინისტრაციული კოდექსის გამკაცრების პარალელურად მესამე სექტორში არ გამორიცხავენ, რომ საზოგადოებამ დაკავებების მორიგი სერია იხილოს. მათი თქმით, ქართული ოცნების მიერ მიღებული კანონის მიზანს უწყვეტი პროტესტის ჩახშობა წარმოადგენს. მესამე სექტორი აღნიშნავს, რომ ცვლილებები, რომლებსაც ქართული ოცნება იღებს, სისხლის სამართლებრივ სანქციებს უტოლდება. გამკაცრებაც არ არის, უფრო შექმნეს ისეთი კანონმდებლობა, რომელიც არც ერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში არ არის. ძალიან დიდი ვადა არის ახლა 30 დღე, 20 დღე და 40 დღე არის ძალიან დიდი ვადა, ამას სჭირდება ძალიან დიდი ინფრასტრუქტურა, რომელიც არ აქვს, ვიცით რომ არ აქვს, იმიტომ რომ ნოემბრის და დეკემბრის აქციების დროს, როდესაც იჭერდნენ ადამიანებს, ფიზიკურად ადგილი არ ყოფნიდათ და რეგიონებში უშვებდნენ, მე იქაც არ ყოფნიდათ ადგილი, გვინახავს ასევე იქვე გათავისუფლებული ადამიანი, რომელიც პატრონმა გათავისუფლა და ასე შემდეგ. ამიტომ ხო, ეს ადგილები ბუნებრივია არ ეყოფათ ეს მასობრივი დაჭერებისთვის, ალბათ საჩვენებლად რამდენიმეს დაიჭერენ, თუმცა მასობრივი აღსრულებისთვის არ ეყოფათ ინფრასტრუქტურა. რომ მაქსიმალურად შეზღუდოს ყველა ის სივრცე, სადაც ადამიანებს შეძლებათ პროტესტის თუ მოსაზრებების თავისუფლად გამოხატვა და ამას აკეთებს ძალიან რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებებით და ქმნის ფორმალურ საფუძვლებს იმისათვის, რომ შემდგომში ეს მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენოს და ამას აკეთებს სწორედ ძალიან მკაცრი ადმინისტრაციული სანქციების გამოყენებით, რომელიც თავისი არსით, ხანგრძლივობითა და ინტენსივობით სწორედ სისხლის სამართლებრივ სანქციებს უტოლდება. შემოთავაზებული სრულება, რომ ადამიანები, რომლებიც ჯიუტად არ იხდიან შესაბამის გადასახდელს, როგორც არის ჯარიმას და ამ ჯარიმის გადაუხდელობის გამო თუ კიდევ კვლავ ჩაიდენენ შესაბამის დარღვევას, მათ მოუწევთ პასუხისმგებლობა უკვე ადმინისტრაციული პატიმრობის სახით. ყველა ვიყო კანონმორჩილები და შესაბამისად არავის არანაირი სანქცია არ ამოქმედდება, არც 30 დღიანი, არც რაღაცა 3000 ლარიანი, არც 1000 ლარიანი, არავის არანაირი ჯარიმა და სანქცია არ შეეხება. ეხლა როდესაც ადამიანს უკვირს რომ რატომ კასრდება ჯარიმები, როდესაც იქ ვიღაცა პოლიციაზე შტურმით არის დაკავებული, ვიღაცა პარლამენტის შენობას წოვს და ასე შემდეგ, ხო ეს ნურავის რო გაუკვირდება. და ეს ყველა ქვეყანაში ეს
თბილისსა და სამეგრელოს ზემო სვანეთში დიდი ოდენობით 1 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. გასაღების მიზნით ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით 3 პირია დაკავებული. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას 67 შეკვრად დაფასებული 1 კილოზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასვებისათვის საჭირო ნივთები. დანაშაული 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გუშინ გვიან ღამით თბილისსა და სამეგრელოს ზემო სვანეთში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად სამართალდამცავების მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება 1 კილოგრამი და 200 გრამი მეთადონი იქნა ამოღებული. ცენტრალურ კრიმინალური პოლიციისა და სამეგრელოს ზემო სვანეთის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გენერალურ პროკურატურასთან ერთობლივად თანამშრომლობით გასაღების მიზნით ჯგუფურად დაკავებული იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით 3 პირი. დანაშაული 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს ან უვადო თავისუფლებას. სამართალდამცავებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 67 შეკვრად დაფასებული 1 კილოგრამი და 200 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება მეთადონი ნივთმტკიცებად ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციის მიერ ასევე ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალების დაფასვებისთვის საჭირო ნივთები. გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულების სოციალურ ქსელში არსებულ ნარკორეალიზატორთა ორგანიზებული ჯგუფის წევრები იყვნენ. ისინი შემდგომში გასაღების მიზნით ნარკოტიკულ საშუალების სხვადასხვა ადგილას ათავსებდნენ, ფოტოებს უღებდნენ, შემდეგ კი შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. ნარკოდანაშაულში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებაში მიცემის მიზნით აქტიურად ვაგრძელებთ შესაბამის კომპლექსურ საგამოძიებო მოქმედებებს. ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტრო სრული შემადგენლობით ვაგრძელებთ ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას და ნარკოდანაშაულში და ნარკორეალიზატორების მიმართ ბრალდებული პირების კანონით განსაზღვრული კაცრი ზომების გატარებას. საქართველოდან უცხო ქვეყნის 41 მოქალაქე გააძევეს, მათ შორის არიან აზერბაიჯანის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, ნეპალის, პაკისტანის, რუსეთის, სამხრეთ აფრიკის, სომხეთისა და ზიმბაბვეს მოქალაქეები. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. აღსანიშნავია, რომ ივნისში მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უწყების სხვა დანაყოფებთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ჯამში უცხო ქვეყნის 124 მოქალაქე გააძევეს საქართველოდან, ხოლო 2025 წლის 6 თვის მონაცემებით სულ გაძევებულია უცხო ქვეყნის 525 მოქალაქე, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 280%-იან ზრდას წარმოადგენს. ხარაგაულის ოთარაბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი იმერეთის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე სპექტაკლით მშვიდობით თემურ წარს დგა. სპექტაკლი ბასა ჯანიკაშვილის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ დადგა. მთავარი გმირი თემური თვითმკვლელობას გადაწყვეტს. ამ ფაქტის შემსწრე ადამიანები იმის ნაცვლად, რომ თემური გადაარჩინონ, მისი გადაწყვეტილებით სარგებელს ეძებენ. მთავარი გმირის სუიციდის მცდელობას საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ ბანკის სესხის ოფიცერი, მხატვარი, პოლიტიკოსი და მკრძალავი ბიუროს წარმომადგენელი, ჟურნალისტი. თვითმკვლელობის მცდელობის ბოლო წუთებში მას ცხოვრების ახლიდან დაწყების სურვილის ძლევს. თუმცა ჟურნალისტს პირდაპირი ჩართვა აქვს, მხატვარს მასზე შედევრის შექმნას სურს, ბანკის ოფიცერს ფული სჭირდება. დამკრძალავ ბიუროს რეკლამა, პოლიტიკოსს ამომრჩევლების ხმები. ამიტომ თემურს ურჩევენ თოკზე ისე ჩამოეკიდოს, როგორც თავად გამოადგებათ.
ძალიან იყო ვინმე არ აქვს მნიშვნელობა ვინ სულებია ოღონდ აღარ მინდა სიკვდილი ხალხო სიცოცხლე მინდა ეს ვინმე სიცოცხლე მინდა დღეს წარმოვადგინეთ ბასა ჯანიკაშვილის ძალიან კარგი პიესა მშვიდობით თემურ დღევანდელი რეალობა ძალიან კარგად ეხმიანება ადამიანების აღარ აქვთ ისეთი ერთმანეთის მიმართ ემპათია ადამიანები ცდილობენ აქ თავარი მოქმედი პირი იკლავს თავს მაგრამ ყველა დანარჩენი პერსონაჟი ცდილობს რომ სათავისოდ გამოიყენონ თუნდაც აი ესეთი დრამატული ამბავი ადამიანის თვითმკვლელობა და ძალიან ფართოდ იშლება შემდეგ ეს ამ სპექტაკლში ხასიათები, იმიტომ რომ აქ არის სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ხვდებიან ერთმანეთს, მათი ინტერესები და ბოლოს მოულოდნელი დასასრული. რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო პიესა იყო ეს. იმერეთის თეატრალური ფესტივალი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ სპეციალურად ვემზადებით მთელი წლის განმავლობაში ამ ფესტივალისათვის, ამისათვის იდგმება სპეციალურად სპექტაკლი და აი დიდი ბედნიერებით ველოდებით ამ დღეებს, როდესაც ჩვენ დავადგავთ ფეხს ამ საოცარ ხელოვნების ტაძარში და შევხვდებით ჩვენს უსაყვარლეს ქუთაისელ მაყურებელს და აი გულის ფანცქალით ველოდებით ხომ წელს განსაკუთრებულია, იმიტომ რომ 125 წელი შეუსრულდა ხარაგაულის თეატრს და რა ვიცი ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან ამაყები ვართ ჩვენ ხარაგაულის თეატრის ისტორიით და დღევანდელობითაც. ძალიან ისეთი პიროვნება პრობლემების ბუკეტი ესე ვთქვათ რა აი კაცი პრობლემა ოჯახური პრობლემა იქ სამსახურში აქ ბანკთან ურთიერთობაში ეს ჩემი აზრით ეს ადამიანი ცოტა უფრო სუსტია ისიც სუსტი ნებისმიერ იმიტომ რომ არ ეცადა პრობლემის სხვა გზით მოგვარებას და რადგანაც ყველაზე მარტივი გზა ერჩია რასაც თვითმკვლელობა ქვია და ეს მე მგონი არ არის გამოსავალი ყველაზე სწორი გამოსავალი ალბათ ჯობდა რომ უფრო მეტი ებრძოლა საკუთარი ესეთ უფლებებისთვის, ოჯახის შენარჩუნებისთვის, რა ვიცი, ყველაფერთვის. როლზე მუშაობა ძალიან საინტერესო იყო, თუმცა ძალიან რთული, იმიტომ რომ ძნელია იმ სხვა ადამიანის ესე ვთქვათ ხავში შეძვედა ეს ყველაფერი გაითავისუფლო. რამდენად გამოვიდა ეს უკვე მაყურებლის გადასაწყვეტი. თვითონ აი სცენიდან ნათქვამი სიტყვა მე მგონი უფრო სხვანაირად აღიქმნება მაყურებლისთვის და აქედან უფრო მეტად ესე ვთქვათ როგორ გითხრათ ამახსოვრდებათ არ არის სიტყვა. უფრო მეტად იმეცნებს, ალბათ უფრო მეტად იღებს იმ მართალ სიტყვას, რაც სცენიდან იქმნება და მაყურებელს უფრო ადვილად ახსახები და გასაგებია, მერე დაუშვათ აი ყოველდღიურ ცხოვრებაში ამ პრობლემებთან შეტაკება. ფესტივალში მონაწილეობა, სხვათა გამოცდილების გაზიარება, სხვა კოლექტივების ნახვა, რა თქმა უნდა, უდიდეს გამოცდილებას გძერს. მსახიობებთან ურთიერთობა, კონტაქტი. და ერთიც არის, რომ აი განსაკუთრებული გულმოდგინებით ვემზადებით იმისთვის, რომ წარმატებით წავდგეთ თეატრალურ ფესტივალზე. მე კიდე არ მაქვს გული არა. მე მაგის გულისთვის როგორ იქნება? გამოდი ახლა ზის. გამოდი უსულელო რაღაცას.
ბაღდათის სახალხო თეატრის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე წარსდგა. დასმა ფესტივალზე თეატრალური იმერეთი 2025 სპექტაკლი ათვინიერებენ მიმინოს წარმოადგინა. საფესტივალო ჩვენება ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა. სპექტაკლი ლაშა თაბუკაშვილის პიესის მიხედვით რეჟისორმა ლაშა ლომჯარიამ დადგა. სპექტაკლი მიესადაგება ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოს დღევანდელ მდგომარეობას, სადაც ასახულია პატრონისა და მონათქცეული ადამიანის ურთიერთობა. სპექტაკლში ვხედავთ, რატომ უჩნდება ადამიანს პატრონად ქცევის სურვილი და რატომ ემონებიან მას სხვა ადამიანები. სექტად ქცეულ სისტემას კი გაქცევით ვერ შეცვლი. სისტემაში უნდა დარჩე და იბრძოლო მის შესასვლელად, თუნდაც შეეწირო მას. სპექტაკლში ვხედავთ, რომ ადამიანური ღირებულებები მარადიულია და მისი ჩაკულა და მოთვინიერება შეუძლებელია. თეატრალური იმერეთი ეს ფესტივალის არის მართლაც მაშველი რგოლი მუნიციპალური თეატრებისათვის და ჩვენთვის დიდი გამოწვევა ყოველწლიურად მართლა ვემზადებით და მე-16 ფესტივალი არის და მიხარია რომ კვლავ მოგვეცა საშუალება რომ ფესტივალზე გამოსულიყავით. წელს ჩვენ გამოვიტანეთ ლაშა თაბუკაშვილის ათვინიერებენ მიმინოს, რომელიც დადგა უნიჭერესმა რეჟისორმა ლაშა ლომჯარიამ, მართლაც საოცარი ადამიანია და ახლობლური სიტყვა იყო შეიძლება ვთქვათ ჩვენი თეატრისთვისაც და საერთოდ ფესტივალისთვისაც. ვეცადეთ, მე მგონი რაღაც გამოგვივიდა. სათქმელი ის არის ამ სპექტაკლის რომ მართლაც რა მთელ სოფლიოში კაცობრიობას აქვს სიყვარულის დეფიციტი. არ უნდა ამოვათალოთ ერთმანეთს სიყვარული პირიქით, ერთმანეთს უნდა გავაძლიეროთ სიყვარულით, სითბოთ, სიხარულით და იქნება მერე ყველაფერი კარგად და მეც ასე მინდა რომ ვისურვო რომ ყველა მთელ საქართველოს სიყვარული იყოს, მეუფება და სიყვარული იყოს ჩვენი თანმდევი ყოველდღიურ ცხოვრებაში. მუშაობამ, რეპეტიციებმა გამოიღო შედეგი და ჩემ როლს რაც შეეხება ძალიან შრომატევადი როლი იყო. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და ალბათ რავი მაყურებელიც ჟიურიც გადაწყვეტს ჩვენს ნაშრომს. რავი მე მგონი მაყურებელს მოეწონა, იმიტომ რომ ოვაციების გადასარევი იყო მაყურებლის მხრიდან. ვანახეთ ის რომ
პატრონი, დაგვიპატრონა ადამიანებს, მაგრამ გამოჩნდა ნათელი წერტილი, მომავალი თაობა, რომლებაც შეცვალეს ტირანი და გადააგდეს, ასე რომ ვთქვათ, თავისი ტახტიდან. ამ ნაწარმოების იდეა და ფაბულა ჩვენი არსებობის ქართველი ერის ისტორიაში ყოველთვის საინტერესოა. აღზრდა, სწორი აღზრდა დასჯა ცუდად აღზრდელებს. ეს არის ლაიტმოტივი ძირითადი აი ამ ნაწარმოების. რაც შეეხება მის ხარისხს მაყურებელი განსაზღვროს ალბათ რა დონეზე მივიტანეთ ის რაც მისატანი იყო. მინდა 136 წელს იარსებოს ამ ფესტივალმა, რა 16 წელს 136 წელს. ძალიან კარგი იქნება. მე არ ვიქნება, რა თქვა ხო იქნებით. თქვენ დაესწრებით, თქვენ მიიღებთ აი პასუხებს ანალოგიურად. დიდხანს და დიდხანს უნდა იყოს. ეს არის ქართული თეატრალური ხელოვნების პროგრესის საკითხი და გამარჯვებების საკითხი, რა თქმა უნდა. კაცობრიობის ნათელბავა. მე გეტყვი შენს მიერ მოწამვლებები ერთ წელიწადში ადამიანებად ვაქცი. ყოველ გამემახვედრები მათ ერთმანეთს. ვამეგობრებდი და ვაყარებდი. ეთი სიგნალებს კარგად ჩააგვიდი, პატრონო. მოკრული ბაზიანი საჭმელი ხომ არ გიბაჭუნებს, თვალს, ის მართალი იყო. შავთვალა მიმინოსკლავე და შენს დროზე უნდა მოგეკარი. ბაზიანები ვინც დაიმიწყეთ და ფეშ გათელეთ ყველაზე წმინდა. სიყვარული, ერთგულება, თავდადება, ვინც გაიმარანეთ, თქვენი სულისმიტრები მწუხართ და მეცოდებით. არ გამადიებთ საყვარელი გოგოსულის დასახიჩრებას. არ გამადიებთ იონას თვითმკვლელობას და არ თქვენს მოგულ კაცობას ვამადიებთ მას, ვისაც თქვენ პატრონს უწოდებთ. პატრონო, შორეულია ფეთქების ხმა ხომ არ შემოგესმა? ეს შენი იარაღის საწყობი არ ფეთქდა. სუნი თუ გცემს, ეს შენი მიმინოების დარბაზზე მიიწვის. გასმის მათი მთები შვილის ხმა, არ გიკვირს, ასე უეცრად, რატომ დაბრალდა ამ გამხელი ისას. ჩემმა გამოზრდილმა ბავშვებმა გააკეთეს ეს. იმ ბავშვებმა შენ რომ მანდე და